დღეს ვსაუბრობთ ობსესიურ კომპულსიურ აშლილობაზე, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს თემა თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. და რა არის ობსესიურ კომპულსიური აშლილობა? როდესაც ჩვენ გვაქვს მუდმივად განმეორებადი ფიქრები, ობსესიები და მოქმედებები, კომპულსიები. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე ვეცდები მაქსიმალურად მარტივი და გასაგებიანით ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მოკლედ, რა არის ობსესია, ხო? აკვიატებული ფიქრები, აზრები, იდეები, რომლებიც შფოთვის შეგრძნებას უბადებს. მაგალითად, ფიქრი იმაზე, რომ ხელები დაგვიჭუჭყიანდება და შემდეგ რაღაც დაავადება გვექნება და ამაზე ვფიქრობთ გამუდმებით. ან რომ სახლში ხანძარი გაჩნდება. და რა არის კომპულსია? გაცნობიერებული ქცევა, რომელსაც ახორციელებს ადამიანი ობსესიური აზრების გასანეიტრალებლად. მაგალითად, თუ გვეშინია იმის, რომ ხელების დაჭუჭყიანდებით რაღაც დაავადება გავითარდება, მაშინ ქცევა რა არის? წამდაუწმ უნდა დავიბანოთ ხელები. ან წამდაუწმ დათვლა, შემოწმება, გარკვეული სიტუაციებისთვის თავის არიდება. ხშირად კომპულსია ობსესიის საპასუხოდ აღმოცენდება. მაგალითად, როდესაც გონებაში გაგვიელვებს აზრი, უთო ჩართული ხო არ დამჭა. ვამოწმებთ, ხო? ჩვენ ნორმალურად, მაგრამ თუ ადამიანს აქვს ობსესიური კომპულსური აშლილობა, მას აკეთებს 100-ჯერ, 1000-ჯერ გამუდმებით. თუმცა ამ აშლილობის მქონეთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ობსესიები რეალურ საფუძველს მოკლებულია, ხოლო კომპულსიებისგან თავის შეკავების შემთხვევაში შფოთვა მაინც იმატებს. ადრე ეს აშლილობა განიხილებოდა შფოთვითი და ფობიური აშლილობების ჯგუფში, ახლა ეს გამოყოფილია ცალკე კატეგორიაში, რადგან არის განსხვავება ფორმებში. არსი საკმაოდ მარტივია. ადამიანში თავდაპირველად წარმოიქმნება რაღაც მუდმივი შფოთვის მომგვრელი ფიქრები, რომლისგანაც იგი ცდილობს გათავისუფლდეს განსაზღვრული რიტუალური მოქმედების საშუალებით. ამასთან ფიქრები და რიტუალები შეიძლება იყოს როგორც ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგალითად, როცა ადამიანი რამდენჯერმე იბანს ხელებს, ხო? რომ რამით არ დაიფიცირდეს. და ეს დაკავშირებულია ერთმანეთთან. მაგრამ შეიძლება იყოს სრულად აზრმოკლებული, მაგალითად, როდესაც ადამიანი აუცილებლად ითვლის 20-მდე, რომ რაღაც ცუდი არ მოხდეს, შეაჩეროს, ხო? ობსესიურ-კომპულსიური აშლობის ახსნისთვის არსებობს რამდენიმე მიდგომა, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ რამდენიმეს, მაგალითად ნეიროტრანსმიტერულ თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლობის მიზეზი ტვინის განსაზღვრულ უბნებსა და ბაზალურ განგლიებს შორის კომუნიკაციის დარღვევაა. ეს სტრუქტურები ერთმანეთთან სეროტონის საშუალებით ურთიერთმოქმედებენ და რა ხდება? ობსესიურ-კომპულსიური აშლობის დროს სეროტონის დონე არის დაბალი, შემცირებულია, რის გამოც იმპულსი ვერ გადაეცემა ერთი ნეირონიდან მეორეს. და ამიტომ გვაქვს ეფექტურობა მედიკამენტოზური მკურნალობის დროსაც, თუმცა აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავიწყოთ მედიკამენტოზური თერაპია ფსიქოთერაპევტის ან ფსიქიატრის კონსულტაციის გარეშე. თუმცა დღეს ჩვენ ფარმაკოთერაპიაზე არ ვისაუბრებთ. ფსიქოლოგიურ თეორიებზე გადავიდეთ. მაგალითად ისეთზე, როგორიც არის ქცევითი, ისე დინამიკური თეორიები. და ისინი განიხილავენ მსგავსად ამ აშლილობას და პირველი იქნება კონდიციონერების თეორია, რომელიც ვარაუდობს, რომ ობსესია წარმოიქმნება კლასიკური კონდიციონერების შედეგად ტრამული გამოცდილების გამო. მაგალითად, თუ ადამიანმა დაკარგა საყვარელი, ბაბუა ან ბებია რაიმე ინფექციისგან, მისმა ცნობიერებამ შეიძლება ეს დაკარგვა დააკავშიროს ჭუჭხთან, ბაქტერიებთან, სიბინძურესთან და შედეგად, როდესაც ის იწყებს ხელების დაბანას, გრძნობს შფოთვის შემცირებას, ანუ თავს იცავს, ხო? თანდათან ეს რეაქცია მტკიცდება, რადგან გვაქვს ფიქრი, რომელიც მტკიცდება ქმედებით. და ამით აშლილობაც ღრმავდება. ადამიანი ფიქრებსა და ახსნებს, იდეებს, ამატებს, რიტუალებს, ხო? რადგან ცდილობს გაამართლოს ეს ფიქრები. ეს აშლილობა დამოკიდებულების მსგავსია ძალიან, ანუ ადამიანი განიცდის შფოთვას, როდესაც რიტუალურ მოქმედებას ან ვერ ასრულებს. შეგვიძლია დავსვათ კითხვა. ეს მუდმივი ფიქრები იწვევენ განმეორებად მოქმედებებს, თუ განმეორებადი მოქმედებები, კომპულსიები იწვევენ ობსესიებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი ვარდება ეგრეთ წოდებულ მანკიერ წრეში და ეს წრე მერე სადღაც უნდა გაწყდეს. იმიტომ რომ ის თავად ამძაფრებს თავის რეაქციებს.
დინამიკური თეორია ამატებს, რომ ასეთი მუდმივი რიტუალები ხდება ადამიანისთვის საკუთარი დაძაბულობის განმუხტის ერთადერთი საშუალება, რომელიც დაკავშირებულია შინაგან ფსიქიკურ კონფლიქტებთან. ეს კონფლიქტი შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ტრამვით, ისე ცხოვრებისეული პრობლემებით, გამოცდილებით. და აი ეს ყველაფერი განიხილება ისეთი ტიპის თერაპიებში, როგორც არის ფსიქოანალიზზე ორიენტირებული თერაპია, გეშტალტი ან ეგზისტენციალური თერაპია. მუდმივი ფიქრები ან ობსესიები შეიძლება რამდენიმე ძირითად ფორმას იღებდეს. პირველ რიგში ეს არის გონებაში აზრების გადაღეჭვა. და ეს არის ადამიანის სურვილი მუდმივად დასვა შეკითხვები და განიხილოს ისინი, თუმცა ამ პროცესს გამოარჩევს ის, რომ შეკითხვის დასმის შედეგად გადაწყვეტილების მიღება მაინც არ ხდება. მაგალითად, ადამიანს შეუძლია მუდმივად ფიქრობდეს იმაზე, როგორ უნდა მოქცეულიყო ვიღაც ყოფილ მეგობართან ან შეყვარებულთან 5 წლის წინ, რომ ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო. მუდმივი რეპროდუქციები გულისხმობს ადამიანის მუდმივ სწრაფვას გაიხსენოს რაღაც წარსულიდან, რასაც დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ კონკრეტულ მომენტში. მაგალითად, რა ეცვა 2-3 წლის წინ, როცა იყო რაღაც რესტორანში საყვარებულთან ერთად, ხო? აბსოლუტურად არ აქვს ამას არასებითი მნიშვნელობა. გამოყოფენ ასევე ონომატომიას, ეს არის მუდმივი სწრაფვა, დაიმახსოვრა რაღაც ტერმინების, სახელების, სიტყვები და სხვა ფაქტები. და კიდევ არის ერთი ტიპი მუდმივი ეჭვების. მაგალითად, ადამიანი წუხს გამუდმებით იმის გამო დახურა თუ არა კარი, როცა გადიოდა სახლიდან და ყოველ დღე ამ არის ამ ეჭვებში, ხო, განმეორებითად. ხშირად გვხდება მუდმივი ფობიებიც, როდესაც ადამიანს მუდმივად ეშინია რაღაც კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციების, ან სიმაღლის, სიბნელის, ან რაღაც სივრცეში მოხვედრის, ან შეიძლება ეშინოდეს რაღაც აბსტრაქტული რამის, მაგალითად, თუ ვიღაცის სიკვდილზე გავიფიქრებ, ის აუცილებლად გარდაიცვლება. ადამიანს შეიძლება უბრალოდ წარმოიქმნებოდეს მუდმივი ფიქრები ყოველგვარი კონტექსტის გარეშე. ფიქრების გარდა შეიძლება იყოს მუდმივი წარმოდგენებიც, ანუ რაღაც ხატების შეგრძნებები და ტრავმების მოგონებები, რომლებიც ასევე დამახასიათებელია პტსr-ისთვის. როგორც აღვნიშნეთ, ობსესიები ადამიანში იწვევს შფოთვას, რომლის ჩახშობასაც ის ცდილობს კომპულსიური, ანუ განსაზღვრული რიტუალის საშუალებით, რომელიც ასევე შეიძლება დავყოთ რამდენიმე ნაწილად, ხო? და ყველაზე ხშირად რომელი რიტუალები გვხვდება? დათვლა ან დალაგება, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გადავალაგოთ, გადავთვალოთ, რომ მივაღწიოთ იდეალურ სიმეტრიას და ეს გვამშვიდებს. მაგალითად, შეიძლება ყველა ჭურჭელი დავალაგოთ თანმიმდევრობით თაროზე ან ტანსაცმელები ფერების მიხედვით კარადაში და ესე ვიმეოროთ რამდენჯერმე. ასევე შემოწმებები და განმეორებები. ვამოწმებთ დავხურეთ თუ არა კარი, გამორთეთ თუ არა უთო ღუმელი და ყველაფერი ეს ასევე მეორდება მრავალჯერ. დასუფთავება, დაბანა, როდესაც ადამიანი ასუფთავებს ყველაფერს, იბანს ხელებს გამუდმებით, ასუფთავებს ბინას, რომ ერთი ლაქაც არსად არ დარჩეს, ხო? ასევე კომპულსიები თავიდან აცილების სახით, ანუ ადამიანის სწრაფვა თავი აარიდოს სხვადასხვა ადგილს, ობიექტებს, სიტყვებს, სიტუაციებს. განმეორება მუდმივი შეხების ან მოძრაობების, მაგალითად, გული თუ გვიცემს, თვალზე უნდა მივიდოთ ხელი, რომ ავირიდოთ თავიდან რაღაც ცუდი, ხო? ბევრი არსებობს. ასევე კომპულსიების სახით გამოყოფენ ზოგიერთ მორალურ და რელიგიურ რიტუალს, ლოცვებს, მისტიურ რიტუალებს, როცა ხშირად ვიმეორებთ და აღიქმება როგორც თავის დაცვა ბოროტი ძალებისგან ან რაღაც ცუდისგან. მთლიანობაში ობსესიურ-კომპულსიურ არშილობას შეუძლია მიმდინარეობდეს სხვა მრავალი აშლილობების ფონზე, როგორიც არის დეპრესია, შიზოფრენია, შფოთვითი აშლილობები. ასევე ისეთი აშლილობების ფონზე, როგორიც არის ფიბრომიალგია და თუნდაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ აგვერიოს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ობსესიურ-კომპულსიური ტიპის ხასიათთან, ფსიქოტიპთან ანუ. როგორ მუშაობს თერაპიის სხვადასხვა მეთოდი ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან? ვისაუბრებ რამდენიმე ძირითადზე და პირველი იქნება კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, სადაც ძირითადი აქცენტი კეთება იმაზე, რომ დარეგულირდეს ადამიანის ფიქრები და წარმოდგენები. მაგალითად, ასეთ დროს ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ფიქრები და მოქმედებები თანაბარ უფლებებიანი არიან. მაგალითად, ფიქრი იგივეა, რაც ქმედება. თუ ვიფიქრებ, რომ შემთხვევით მოვკლავ საკუთარ შვილს, ამას მართლაც გავაკეთებ და იგივე ძალა აქვს.
შესაბამისად მაქსიმალურად წამთხოლმე რიტუალების ეფექტურობის, როდესაც იყენებენ რაღაც კონკრეტულ ქმედებას ცუდი შედეგის თავიდან ასაცილებლად. შეუძლიათ წამდეთ, რომ ადამიანი ამიტომ ვალდებული აკონტროლოს საკუთარი ფიქრები, რომ ფიქრები არიან მნიშვნელოვანი და ყოვლის შემცლე. და გასაგებია, რომ ყველა ეს ფიქრი არის რეალობის დამახინჯება, რომელიც ბაზირდება მაგიურ აზროვნებაზე, მაგრამ ფსიქოთერაპევტის ამოცანაა, რომ რაციონალიზაცია გაუკეთოს ადამიანის აზროვნებას. ეს შეიძლება მოხდეს როგორც უშუალო დიალოგში, როგორც ეს ხდება თან გეშტალტ თერაპიის დროსაც, ასევე ფორმალიზირებული ტექნიკების საშუალებით. მაგალითად, როგორც ამას ვიყენებთ კოგნიტურ-ქცევით თერაპიაში, როდესაც მაგალითად ადამიანს ურჩევენ წარმართოს თავისი ფიქრების დღიური, შეეწინააღმდეგოს მათ, ხო? ან როდესაც ვურჩევთ ხოლმე, რომ შეეწინააღმდეგოს ფიქრებს როლური თამაშების დროს, უშუალოდ თერაპიის დროს. მეორე მიმართულება და მეთოდი არის უფრო ღრმა ფსიქოანალიზი, ან ფსიქოანალიზზე ორიენტირებული თერაპია, ან სხვა კიდევ დინამიკური თერაპიები. მუშაობთ ტრამვაზე და შინაგან კონფლიქტებზე და ფსიქოანალიტიკოსი ცდილობს გაანალიზოს ადამიანის შფოთვა, გაიგოს რა კონტექსტში წარმოიქმნება ეს და რასთან არის დაკავშირებული. ანუ რომელი წარსული გამოცდილები და ტრამვით არის გამოწვეული და ამ კონტექსტიდან გავიდეს პირველად ტრამვაზე და მოახდინოს შემდეგ მისი დამუშავება. ამავე დროს ღრმა ფსიქოლოგიის ეს მეთოდი ცდილობს გაიგოს, რომელი საჭიროებები და სურვილები არ არის ახლად დაკმაყოფილებული ადამიანში და რისი გაკეთებაა საჭირო, რომ ეს საჭიროებები და სურვილები რეალიზდეს და ადამიანს აღარ უწევდეს საკუთარი თავისგან გაქცევა, შეზღუდვა. უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან ამ მაშრობის მიზეზები. და ეს ძალიან თვალსაჩინოა. რატომ დამემართა მაინდა-მაინც ეს საშუალება? ხოლო დინამიკური თერაპიის და მათ შორის ფსიქოანალიზის მიზანია გამოიკლიოს, გაანალიზოს მიზეზი ობსესიურ-კომპულსური აშლობის. და ძირითადად ჩვენ ამას ვეძებთ ადრეულ გამოცდილებებში, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების ავტორიტეტებთან, მაგალითად მშობლებთან, ნათესავებთან, ან სკოლაში მასწავლებლებთან თუნდაც, ხო? და სიმპტომატიკასთან, ხაზგასმით სიმპტომატიკასთან და არათავად აშლობასთან ბრძოლის საინტერესო მეთოდია ექსპოზიცია. ექსპოზიცია არის ადამიანის შემაშინებელ სიტუაციაში მოთავსება. პირობითი რეფლექსების ჩაქრობის მიზნით. მაგალითად, ადამიანი თუ ყოველ წუთში იბანს ხელებს, გადადოს ეს 5 წუთით, შემდეგ 10 წუთით, შემდეგ 15 წუთით და შემდეგ საერთოდ უარი თქვას ამაზე, ხო? ან გავიდეს გარეთ ჯერ 5 წუთით, მერე 10 წუთით, მერე 15 წუთით, რომ ადამიანში ნელ-ნელა გაქრეს დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია რიტუალებთან ან თავისარიდებასთან. და ამასთან ქრება კავშირი ობსესიურ აზრებს და კომპულსიურ ქმედებას შორის. ანუ ხდება გაწყვეტა იმ მანკიერი წრის, რაზეც ზემოთ საუბრობდით. და ხშირად ადამიანები განსაკუთრებით კოგნიტურ-ქცევით თერაპიის წარმომადგენლები ბრუნვენ და ფიქრობენ, რომ ეს თერაპია, ეს კონკრეტული საკმარისი ექსპოზიცია, რომ სიმპტომები მოვაშოროთ, მაგრამ ფსიქოანალიტიკოსებს და ვინც მუშაობს უფრო ღრმა ფსიქოლოგიის მეთოდებით, ჩვენ ხშირად გვაქვს მაგალითი, რომ ექსპოზიციური თერაპიით მიღებული შედეგი ხშირად მთავრდება რეციდივებით. და სწორედ ამიტომ შესაძლოა არის საჭირო კონკრეტულად ტრამვაზე და გამოცდილებისზე მუშაობა, გაანალიზება და მიზეზების მიკვლევა. მთლიანობაში ფსიქოთერაპია აჩვენებს ძალიან მაღალ ეფექტურობას ობსესიურ-კომპულსიური აშლობისთან მუშაობაში და შედეგები ძალიან ხშირად აღემატება ფარმაკოთერაპიის შედეგებს. შესაბამისად, ამ ვიდეოში მე ფარმაკოთერაპიაზე აბსოლუტურად არ ვისაუბრებ, ხო? და როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ დამოუკიდებლად ობსესიურ-კომპულსიურ აშლობასთან. შეგვიძლია გამოვიყენოთ დამოუკიდებლად ექსპოზიციის ტექნიკები ან ქცევითი კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ტექნიკები. შეგვიძლია დავიწყოთ პატარ-პატარა ნაბიჯებით, ხო? მაგალითად, თუ ხელების დაბანა გახასიათებთ ყველა საათში, შეგიძლიათ გადადოთ ხოლმე, ხო? 5 წუთით, 10 წუთით, 15 წუთით. თუ თქვენთვის ეს არის კომფორტული. და თანდათან გაზარდოთ რიტუალების გარეშე გატარებული დრო. დღიურის წარმოება ძალიან კარგია, რომ დაინახოთ პროგრესი, იმიტომ რომ ხშირად არ ჩანს შედეგი პირველივე დღეს, არამედ თანდათანობით ინტერვალების გაზრდის ფონზე.
და მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ფიქრების სწორად გაგება. გახსოვდეთ, რომ ფიქრები უბრალოდ ფიქრებია, ისინი არ და ვერ გვაიძულებენ რაიმე კონკრეტული გავაკეთოთ და მათ არ აქვთ ყოველი შემძლეობა. შეგიძლიათ იფიქროთ ყველაფერზე და ეს არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად განახორციელებთ ქმედებაში. ასევე მნიშვნელოვანია მიღების პრაქტიკაც, რომ მივიღოთ ფიქრები არსად არ ქრებიან და მათთან ერთად მოგვიწევს მაინც ცხოვრება. მივიღოთ ფიქრები და ვეცადოთ გავაგრძელოთ საქმეების შესრულება რიტუალების გარეშე. და ეს რჩევები ახლა რა თქმა უნდა ძალიან მარტივად ჟღერს, ხო? მაგრამ პრაქტიკაში ძალიან რთულია მათი განხორციელება და თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ და გიცდიათ, მაშინ სჯობს რომ მიმართოთ ფსიქოთერაპიას და დღეს უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რომელი თერაპიის მეთოდი რას გვთავაზობს და შეგიძლიათ აირჩიოთ. მაგრამ ასევე მინდა შემოგთავაზოთ ერთი რამ, თუ გსურთ რომ ჩავწერო მომდევნო ვიდეოები იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ ობსესიურ-კომპულსიური აშლობაზე დამოუკიდებლად სახლის პირობებში, მაშინ დამიწერეთ კომენტარებში გსურთ თუ არა ასეთი კონტენტი და შემდეგ ვიდეოებში განვიხილავ ტექნიკებს უფრო დეტალურად, რომელიც დაგვეხმარება თავი უკეთ ვიგრძნოთ. და შეგახსენებთ, რომ არ უნდა დაგავიწყდეთ ამ ეპიზოდის მოწონება. თუ ეს თემატიკა თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და კომენტარებში დამიწერეთ, რაზე გსურთ კიდევ საუბარი, რას უმკლავდებით, რასთან გამკლავება გიჭირთ, ხო? დღეისათვის ეს არის. ნახვამდის.